ნატოს საინფორმაციო ცენტრში პროექტის ხელი-ხელს შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის 42 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით გახორციელდა. ღონისძიების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის ასოციაცია ანიკასა და სტუდია ABC-ის ორგანიზებით ერთთვიანი პროგრამა მოეწყო. პრეზენტაციაზე პროგრამის დეტალები და გახორციელებული პროექტები განიხილეს. ეწყებოდა სხვადასხვა ტიპის ექსპოზიციები თეატრებში და გარდა ამისა მნიშვნელოვანია იმით ეს პროექტი, რომ ღონისძიებებს გეგმებით განხორციელებენ თვითონ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოების სხვა წევრებზე და ამით იმუშავებენ საკმაოდ მაღალ მოქალაქეობრივ დონეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში ძალიან აქტიურად განაგრძელდება. ჩვენ ამ ბავშვებს ჩავთვალთ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, რომელსაც ჩვენი სკოლა და ჩვენი მოსწავლეები განახორციელებენ. ვიყავით თეატრში, ვიყავით დაცული ტერიტორიების სამინისტროში, ძალიან ბევრი რამ გავიგეთ დაცული ტერიტორიების შესახებ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ მეგობრობას.